მოგესალმებით, მე არტური ვარ, LTB-ის თანამშრომელი. ავეჯის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებისა და ტექნოლოგიების ექსპერტი. ვიდეოში ვისაუბრებთ ავეჯის საყრდენი კონსტრუქციის აწყობის თანამედროვე წესზე, რომელსაც შევადარებთ ძველ მეთოდებს და ამ გზით დაგანახებთ პროცესს, რომელსაც ევოლუცია ეწოდება. ამჯერად გერთვებით LTB-ის კონსტრუირების პროგრამის სპეციალისტთან იანასთან ერთად, რომელიც უკეთ მოგვიყვება ავეჯის წარმოების საწყის დაგეგმარების ეტაპზე. გამარჯობა, რა თქმა უნდა, იდეალური ავეჯის მიღება იწყება მისი დაგეგმარებიდან. ადრე სანამ კონსტრუირების პროგრამები საქართველოში ხელმისაწვდომი გახდებოდა და ავეჯის სპეციალისტები აქტიურად დაიწყნენ მათ გამოყენებას, ხშირად ავეჯი ხელით იხაზებოდა. სწორედ ამ ნახაზზე დაყრდნობით მზადდებოდა შესაბამისი მასალები და იწყებოდა ავეჯი. ხელით დამუშავებული ნახაზიდან ზუსტი ზომების გამოთვლა გაცილებით უფრო რთულია, შესაბამისად საბოლოო პროდუქტიც არ გამოდის ისეთი ხარისხის და თვალისთვის კარგად შესამჩნევ ცდომილებებს გვაძლევს. ნამდვილად, ასეთი მეთოდით ვერ მივიღებთ უნაკლო ავეჯს. სწორედ ამიტომ თანამედროვე ავეჯის ინდუსტრია ახალ ეტაპზე გადავიდა და უმჯობესია მაქსიმალურად გავაციფრულოთ პროცესები, რომ შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდეს. თანამედროვე ავეჯის კონსტრუირების პროგრამაში კეთდება პროექტი, სადაც ადამიანს არ უწევს ხელით ხაზოს, ჩაწეროს ზომები და მონაცემები გადაიტანოს დანადგარების პროგრამულ ჩარხებზე. არამედ ყველა ეს პროცესი არის პროგრამაში ჩაშენებულ ლოგიკებზე დამყარებული. მაგალითად, ამის საშუალებას გვაძლევს კონსტრუირების გერმანული პროგრამა IMOS-ი და მისი ანალოგი პროგრამები. პროგრამაში ვირჩევთ სასურველ მოდულებს, მის ზომებს და ვაკომპლექტებთ ფურნიტურით. ფუნქციურად გამართული რომ იყოს ჩვენი ავეჯი. ამ მოდულში ლეგრაბოქსის უჯრა ჩავსვათ. ომის ასახდელი მექანიზმი ავენტუს H-მა გამოვიყენოთ. ძველი მეთოდით მუშაობისას დამოკიდებული ვართ ხელით დახაზულ პროექტზე, რომელშიც შესაძლო არ არის გათვალისწინებული ისეთი დეტალები, როგორებიცაა წიბოს სისქე, დეტალების შეერთების ადგილი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ხოლო ამ შემთხვევაში გატესტილ პროგრამაში არის ჩადებული ლოგიკები, რომელიც 100%-იანი სიზუსტით ითვლის დანახაზის შედგენის დროს სულ რაღაც რამდენიმე ათეული წუთია. მოდი ეს სათავსო ზომაში გავზარდოთ. ერთი ზომის გაზრდის შემთხვევაშიც კი იზრდება მთლიანი სათავსოს ზომები პროპორციულად. ასევე, თუ წინა ზომის შემთხვევაში 2 ანჯამა სჭირდებოდა ფასადს, ახლა უკვე 3 ანჯამა სჭირდება. ანუ ფურნიტურის რაოდენობაც იცვლება ზომების შესაბამისად აღნიშნულ ლოგიკებზე დაყრდნობით, რომ ავეჯის ფუნქციონალური მახასიათებლები შენარჩუნდეს. კონსტრუირების პროგრამაში დაცულია გეომეტრია. გათვალისწინებულია ყველა საჭირო მონაცემი და შეერთების წერტილები. რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ავეჯის საყრდენი კონსტრუქციის აწყობას, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კონსტრუირების პროგრამაში დამუშავებული პროექტი იწყება მინიფიქსებით, რაც თავის მხრივ ესთეტიკურ ვიზუალს გვაძლევს. რადგან მინიფიქსები მაგრდება საყრდენი კონსტრუქციის შიგნიდან და თვალისათვის უხილავია. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ კონსტრუირების პროგრამაში შეერთების წერტილები უკვე განსაზღვრულია და მასალად შესაბამისად დამუშავებული, საყრდენი კონსტრუქციის თითოეული გვერდი ერთმანეთთან მიმართებაში იდეალურადაა გასწორებული. გარდა ამისა, კონსტრუირების პროგრამაში დამუშავებული მასალის მინიფიქსებით აწყობა უმარტივესია. ამ საქმეს ერთი ადამიანი თავისუფლად უმკლავდება, ხოლო ძველი მეთოდით ავეჯს ხრახნებით აწყობდნენ, რასაც მინიმუმ 2 ადამიანის ჩართულობა სჭირდებოდა და ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო როგორც შეერთების წერტილები, ასევე გვერდებს შორის ცდომილებები. ავეჯის თანამედროვე მეთოდით დამზადება პროფესიონალი გუნდის, კონსტრუირების პროგრამის და მაღალტექნოლოგიური დანადგარების ჩართულობას გულისხმობს. მართალია ასეთი უნივერსალური მიდგომა ზრდის ავეჯის თვითღირებულებას, სამაგიეროდ ვიგებთ იდეალურ პროდუქტს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვემსახურება. ავეჯის წარმოებაში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც მუშაობის თანამედროვე მეთოდებს ირჩევენ, ეს ვიდეო აუცილებლად დაეხმარება ავეჯის ქართული წესით დამზადებაში.